ვაი. ადა. აი. არ მიშველა ამან. არ სამან. რა ვიცი, იმდენი ხანი მეკეთა ალბათ რომ მოფახფახდა და რა ვიცი. აღა თან შენ ხომ სულხანი ხარ, ქონებზე არ ედება ეთყობა კარგად. რაკჭის რა არის მაშინ რაკჭის რა ვიცი ბადა ძალიან ცუდათა ვარ მთელი ღამე ნერვიულობდი არ მეძინა ხო მესმოდა სხვათა შორის ხო მესმოდა რომ ნერვიულობდი ხო მე მოვედი ჯერ ერთ ხარის გადაგაბრუნე მე მეორე ხარის გადმოგატრიალე მაგრამ მაინც ნერვიულობდი მე დაუსტვინე ხო და მე გააჩერე ნერვიულობა ცოტა ხნით მაგრამ მე ისევ ანერვიულდი ძალიან ხმამაღლა ნერვიულობ ლაშაშე რა ვიცი ბადა რა ვიცი ძალიან ცუდათა ვარ რა მე ვიცი რატოც ხარ შენ ცუდად რატო იმიტომ რომ შენ ყავს მუცეში დოყლაპიები. დოყლაპიები არის შენ დოყლაპიები? დიდი თვალები აქვს და ესე ზევით იყურებიან არის? და მე ესე ნელა იბერებიან და სკდებიან ეს ნელა ეს და სკდებიან. მე ამოდიან ახალი ყლაპიები. ესე იბერებიან ესე სკდებიან და ამოდიან ახალი იმიტომ ქვია დოყლაპიები დოყლაპიები. რა დროს დოყლაპიები რა დროს ეგარი პატა რა დალევყავა არ მინდა ლაშა არ მინდა რაც ის გათხოვდა იმის მე არც ყავა არ დამილევი არც შაი არ დამილევი არც ჩაის არ დავლებ არც ყავას არ დავლებ და თუ ამზადებ ბარემ შენთვის მეც დამისხი ოღონდ ყავა არ მინდა ჩაის დავლებ რანაირი გინდა ჩაი რანაირი მინდა და 8 კოზი შაქარი ჩაყარი და 14 ჩაის პაკეტი და იდე ო რა ვქნა ლაშა სხვა ნებისმიერი კომბინაცია გემრიელი გამოდის და და მარტო ამ ჩაის თუ რაღაცას დალევ თუ მიაყოლებ რამეს მივაყოლებ მან ის არის ერთი კვირის პურია და ეგ და დაფნა მომეცი ოდა ცივი წყალი დაასხი მართლა არ დამოვიწყდეს აჰა მოიცა პატა ეხლა შენ ეს დაფნა და პური რატო გინდა რომ დაიტანჯო ხო დავიტანჯო იმიტომ რომ ღირსი ვარ მე უნდა დავიტანჯო ლაშა შენ მართალი ხარ პატა მართალი ხარ კი იცი ჩავალ მეც უნდა დავიტანჯო და იცი როგორ ჩავალ თონეში 8 ცალ თონის ცხელპულს ვიყიდი წაუსვამ კარაკს შილით ყველა შავდებს შევჭამ რომ დავიტანჯო რა ვიცი მომისმინე ლაშა ერთი წუთი შენ ეხლა ძალიან ხორმუცელობას და დეპრესიას ნუურევ აქ ერთმანეთში ეკლა ვერ ხვდები სწორედ მოვიქეცი ლაშა სახლიდან რომ გავაგდე თუ არა რა ვიცი გონი კი ხო კი მგონი სწორად მოიქეცი თუ არა ხო არა თუ ხო უფრო კი თეკლა მივხვდი შენი ბრალია ვერაფერს რომ ვერ ხვდები ხო ჩემი ბრალია აი თეკლა რა შენ რა შუაში ხარ ხო მე რა შუაში ვარ კარგი რა თეკლა მირჩიე რამე ხო რამე უნდა გირჩიო რა ვქნა არ ვიცი ჯერ ქმარს დავშორდი ახლა ძმას ვშორდები ხო ჯერ ქმარს გაშორდი ახლა წყალი მომიტანე რა ხო წყალი უნდა მოგიტანა თეკლა მართლა ხო არა ვერ ხვდები რა მიიყვანა ლაშა აქამდე მესმის რომ სამსახური ვერ იშოვა მაგრამ მოეძებნა რამე სხვა საქმე აი მაგალითად მიებაძა ჟოზესთვის ო დალია არა და შეხედავ ნორმალური ადამიანი ჩანს ხო პატაც ნუ თუ ძალიან არ დააკვირდები ელენე ნიკა და არ შეიმჩნიო ეხლა ცოტ ხასიათზე რომ ხარ
ვა, ცეკლა. მოყვედი ნიკა. რა ჭირს ამას? არაფერი. და შენ რა გახჭირს? არაფერი არა ნიკა. აჰა, ჩიტებო, კენკეთ, გარჩეული მზეს უმზირის გულები. მიდი, მე არ ვარ ამის ღირსი. კენკეთ თქვენ, კენკეთ. არ ვარ მე ამის ღირსი. მე ამის ღირსი ვარ, აი ეს უნდა ვჭამო, აი ეს, აი. ბატა. შენ კიდე მაგოგოს უყურებ, ა? მართია, ლაშე, კიდე რა, აბა ის კი არ არის ესე, ერთბაშად რო გადავეჩვიო. ესე. ნელა უყურებ, ცოტას უყურებ, მერე კიდე ცოტას უყურებ, ცოტა და მერე საერთოდ აღარ უყურებ. აბა. მოიმე ლაშა. მოიმე შეხედე ვისთან ერთად არის ულამაზესი შეხედე, ლაშა მოდი აქ. ხედავ. შეხედე, რას გავს რანაირი კაციას რა არის, რას გავს? შეხედე, ლაშა დაბალია და მელოტი ვაიმე ლაშა. გავგიჟდები ახლა, შეხედე თან, ახლა ის დაიხარა, ულამაზეს რო იმას უნდა აკოცო, შეხედე ლაშა, შეხედე. სახეზე როგორია ეგ სახე? მე რა ვიცი ლაშა, რას ხედავ ამის სახეს, მარტო ისეთი დაბალია, მარტო მელოტი უჩანს, მე რა ვიცი. შეხედე, ლაშა, ვაიმე რა, რო შეხედო შეიძლება გაგიჟდე ლაშა, ისი რა დაბალია, ისეთი დაბალია, მე მგონი რო დადის მტვერს უნთქავს ეს. არ მინდა არაფერი არ მინდა ამათი არც ყურება მინდა და არც არაფერი არ მინდა საერთოდ. აბა სადიყავი მომიყევი. მე ბებია და ახალი ბაბუა ვყავით მუშტაიდის ბაღში. კარგი იყო ნიკა. კი, კარგი იყო. თავიდან საქარელებზე ვისხედით. მერე ცუდად გახდნენ. მერე ისევ კარგი სასწრაფოს მანქანით რომ ვისეინე. და ნიკა ისა და რატომ გახდნენ ცუდად? რა ვიცი, ერთმანეთს დასტევდნენ და. თქო, რატო დასტევდნენ ერთმანეთს? გაიზრდები და მიხვდები. მე მგონი უკვე გავიზარდე. ისა ნიკა და როგორ მოგწონს შენი ახალი ბაბუა? რა ვიცი, რაღაცნაირი კაცია, რაღაცნაირად მელაპარაკი, ლოგოლაკა ნიკუჩა. და ლაშაბიძე სად არის? ლაშაბიძია პატასთან არის, ხახვი უნდა გამოართვას. და ამდენი ხანი რას აკეთებს იქ? რა ვიცი, არაძლევს ეთყობა პატა ხახვს. ხო იცი რა წუწურაქია. მე ვიცი რატომაც არის ლაშაბიძეა პატასთან. რა? შენ რომ სულ ჩვენთან ახარ, ვერ ხვდები რომ ადგილი აღარ არის და ვეღარ ვეტევით. ხოთა ლაშაბიძეც იმიტომ გადის პატასთან. ნიკა ფულა ბალიშია. ლაშაბიძე მომენატა, როდის მოვა? ნიკა მომეცი ეგ ბალიში და ადი გამოიცვალა, მომეცი. ამას ძმარი ვინ დაასხა? გადადეს მეორე ბალიში მომეცი. აღარ არის დამიმატე ცოტა. ძალიან ცუდად ვარ პატა დამანები თავი რა. შენ რა ცუდად ხარ, ცუდად ვარ მე. მე უფრო ცუდად ვარ. შენ რანაირად ხარ, შენ უფრო ცუდად ვარ მე გეუბნები. მე უფრო ცუდად ვარ. ლაშა მე უფრო ცუდად ვარ მეთქი გეუბნები. ლაშა მე უფრო ცუდად ვარ. აი ეგ შენ თუ უფრო ცუდად ხარ, რატო ხითხითებ, რატო იცი მითხარი, აბა? ჰა? ხო, კარგი, შენ უფრო ცუდად ხარ. ეს მე უფრო ცუდად ვარ მოვიგე.
გაგიხარდა ეხა პაატა? ესე იგი გამოდის რომ მე უფრო ცუდად ვარ, მე მოგიგე. არა, რატო გამომაგდო ელენე, არ ვიცი, მე არ მესმის რა. მე რა ვიცი ლაშა, რა გითხრა, რატო გაგდებო? არ ვიცი პაატა, სანამ პატიოსანის შრომით არის შოვი ბულს, მანამდე აქ არ დაგინახო. ხო და ისე რა ქვია, სადგისი ნაცარი და ჭინტი ყველი ხო არ გამოგატანა კიდე. არგი რა პაატა, რა სადგისი და ნაცარი. ჭყინტი ყველი კიდე ხომ არა. ლაშა რა არის ეხლა ვიფიქრე და არ ამგონი ხა შენ იმდენს რო ჭამდე რო დაუშვათ მაგის გულისთვის გამოეგდე სახლიდან ხო რამდენს უნდა ჭამდეს ადამიანი რო სახლიდან გამოაგდო წარმოიდგინე მაგრამ ეთყობა ბოლო დროს მოუმატე ხო არგირა ეხა ლაშა წესით ეხლა ეს სახედარი ხო უნდა დაეტოვებინათ მაგდანასთვის ლაშა რა ვიცი პაატა არა გასაგებია ეხლა ეს სახედარი ხო მაგდანასია მაგრამ იურიდიულად იმათ ეკუთვნით ხო რა ვიცი პაატა მაგრამ რა არის ეხლა წარმოიდგინე ეს სახედარი რო ხო დაეცა მე ცუდად რო იყო და შიმშილით რო ყდებოდა იმათ ხო იპოვეს აჭამეს მოუარეს დააყენეს ფეხზე ანუ იმათ ეკუთვნით ხო გამოდის ხო რა ვიცი პაატა რა ვიცი რა გჭირს ლაშა შენ კიდე რა გჭირს რა გჭირს არის დეპრესია მაქვს პაატა დეპრესია მაქვს და ეხლა რა ვიცი მე ვის ეკუთვნის ეს ვირი ჯერეთი ეს ვირი არ არის ეს არის სახედარი მეორეც ერთი დეპრესია მაქვს მე და ძალიან გთხოვ შენ სხვა რამე მოიფიქრე სხვა როგორ მოვიფიქრო პაატა რა ვიცი რა როგორც გინდა ისე მოიფიქრე რაც გინდა ის გააკეთე მე რა ვიცი რასაკეთებ გინდა კარაქიანი პური დაგიჭერე ჯარისკაცებად არა ლეიტენანტებად არა ოფიცრებად პოლკოვნიკებად პაატა ასე გენერლად მინდა რომ მივირთვა მე რა გინდა მიირთვი გენაცვალე გენერალად და როგორც გინდა რას მეჩხობები ვერ გავიგერთი გითხარი დეპრესია მაქვს მე და შენ სხვა რამე მოიფიქრე არ მაინტერესებს ეგ რა მოიფიქრე პაატა სხვა რამე მოიფიქრეო როგორ მოვიფიქრო სხვა რამე ლაშა ერთი წუთი ძალიან გთხოვ შემომხედე რა შემომხედე ლაშა ვერ ხედავ როგორ ჩამოვჭმდა ჩამოვხმი კაცი ამ დეპრესიისგან შენ კიდე შენ ხარ კორპა აბარა ხა კორპა ისინი რო გაქვს რა ქვია კონები გარშემო კორპა კონები არ ვიცი ძალიან გთხოვ შემამდებოდი და მე მელაპარაკი დეპრესიაზე ძალიან ეს ბეკა ბაყაკის რა დღეს მომიკვდა მაინც და მაინც რა ჩემი საწყალი ბაყაკუნა ჩემი ბეკა ბაყაკუნა რა ვქნა ეხლა რა გავაკეთო ხმის გამცემიც არავინ არ მყავს პაატა აქ არა ვარ მე როგორ არ აკავს ხმის გამცემი არგირა ლაშა რა მიდი თქვი მაშინ აბა ყიხ მიდი თქვი ხო იცახი აქ მიდი თქვი ყიხ თქვი მიდი ყიხ ხო კარგი მიდი მითხარი ყიხ თუ გამაგი რანაირი ხარიე გამაგიჟებში ხარიე ქალაშა ოხ ბეკა ბაყაყი ეცა გათხოვილიყო იმისავით ჩემი ბეკა ბაყაყი და არ მომკვდარიყო კარგი რა პაატა რა კარგი მართლა და მართლა რა უოზრო დეპრესია გაქვს რაღაცა ამფიბიის გამო ამფიბია ლაშა როგორ იცახი ლაშა კარგი დაწყნარდი ხა ორივე ვარ დეპრესიაში თუ დეპრესიაში ვარ კენასოლე კარაქეპურებს კერნოვი ლუკმებოდეთ აქ და კერნოვს კადებოდეთ უნდა ვიტანჯებოდეთ ლაშა ჩვენ თუ დეპრესიაში ვართ კარგი რა პაატა აი როგორ უნდა ვიტანჯებოდეთ როგორ და აი წყალი გადავკედო და წიწაკები ვჭამოთ ან იატაკზე ხაფანგი დავაგოთ ჩუქი ჩავაქრო და ფეხშველებმა ვიაროთ სიბნელეში ან პური დავშვათ ისე წურლად ესე პატარა იმებ ნამცეცება დავიყაროთ სახეზე გავიგეთ გარდა ჩიტებს ავაკენკინოთ ან რა ვიცი 1000 რა გითხრები რომელი გითხრა კარგი რა პაატა რა უნდა ვიტანჯოთ რა უნდა ვიტანჯოთ კარგი დეპრესიაში დამიწყო ამანაც მომინდომა იცი რას გეტყვი ლაშა მაპატია ასეთი პირდაპირობისთვის მაგრამ შენ არც დეპრესია გაქვს არც სამსახური გაქვს არც სახლი გაქვს ერთი სიფსუქრე გაქვს და იმასაც არ იხდენ და ვერ იხდენ არ იხდება ეს ობიში მაპატია
გამომივიდა მართლა ყელში რა წავედი მე. მე წავალ. წადი. მე. წავალ. წადი. წავალ. წადი თუ გაეტევი წადი. აი, შევიდეს ელენე ახლა. სადარბაზოშია და თუ არ წავალ განახეთ მაგასაც. აი, წავიდა. არ მინდა შენი არაფერი. წავედი. ისა დამანება თავი ძდებს აწავიდა. დაარჩით ეხლა ესე მე და ჩემი მკვდარი ბაყაყი. მარტო. არა ეხა ეგ ბაბუას უნდა გავაგიდო მე ბაყაყის ამბავი. არ გამოვა ისე. ბაბუ. ხო მე ვარ ბაბუ. ბაბუ. უემზადე ბაბუ ვერ გირეკავ კაგაბავზე ბაბუ. 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 კოტე ბაბუ. ვეი ბაბუ. აი მე ძლივს გითხარით, ხო ხვდებით არა, ძალიან მიჭირს საკუთარ ძმაზე ასეთი რამის თქმა. კი, ხვდებით ელენე, მაგრამ მე და ნუნუ დეი და ისედაც ვიცოდით ეგ ამბავი და გამოდის რომ ტყუილა მოყევი. აი მე ხო, ისე ვარ განერვიულებული, რომ საერთოდ ვეღარ ვაზროვნებ. ესე იგი, პროფესორი და პაატარო შემოვლენ, თავიდან უნდა მოუყვე ჩემ ძმაზე ყველაფერი? არა ელენე, არ არის საჭირო, მე ყველას ყველაფერი მოუყევი, რომ შენ აღარ გეწვალა. კაი, არ დაიწყო ხა რატომ შეწუხდი და რაღაცები, მეზობელი ვარ გვერდში ხომ უნდა მოგიდგე. პაატასაც უთხარით ნუნდეი და ელაპარაკეთ. კი. მოუყევი. ხო და ცირა რა, მე მგონი არ მისმენდა, რომ დავამთავრე მოყოლა ყურებიდან ჯოხები გამოიღო და თქვა, მოგიხდებათ ყურებო. მე შევაპარაკე პაატას. ჩვენ ხომ გვეგონა პაატა ის ნარკოტიკ მომხმარებელი. ხო, არ ყოფილა. ხო, იცით რა მითხრა? მე ლაშა არ ვიციო, მაგრამ მე კრისტალივით წმინდა და დეპრესიული ვარო. კი, დურბინდას თავი დაიფიცებდა, ხო იცი მაგას ყველზე არ დაიფიცებდა. ხო, არა, გულის გოგო რომ დაიფიცა კი უფრო მეტკინა გული, მაგრამ გულის სადღაც კუნჭულში მაინც გამიხარდა. შეიძლება. მოგბრძანდით ბატონო პროფესორო, გავიგე გაგიგიათ უკვე რაც უნდა მეთქვა. დიახ. მოკლედ, ლაშა უნდა ვიპოვოთ. ესე იგი, ტელეფონი გამორთული აქვს, არავინ არ ვიცით სად არის. პაატასგანაც ნაჩხუბარი წავიდა, ვაიმე მეშინია რამე სისულელი არა უტეხოს თავის თავს გაბრაზებულს. აბა თქვით, ვის რა ვერსიები გაქვთ, რაც შეიძლება რომ იყოს? ბავშვობაში სადაც იმალებოდა ეძებეთ იქ, ა? ნახე უკვე. მაცივარში. ვაიმე ელენე, კაპანაძეებმა იყიდეს ახალი ნაკვეთი და შიგ ჩადგეს ისეთი კოტეჯი. და ყოველ შაბათ-კვირას მიდიან არიან ესე არხეინად და ისვენებენ. და ესე იგი შეიძლება ლაშაც იმ კოტეჯში იყოს, ხო? ვაიმე, ლაშაცი კი არ ვიცი, მაგრამ რო არ მეთქვა გამისკდებოდა გული რა. ბატონო ხალხო ლაშას უნდა დავეხმაროთ. ვაიმე, ელენე დაგეხმარებოდი, მაგრამ ცირა მეშინია პოლიციასთან არ მინდა საქმე დავიჭირო, იცი? არ მინდა ამოგვიქეკონ ჩემი ემზარი აქციებზე რო დარბოდა. ჩვენ რაში უნდა დავეხმაროთ, აბა გამოვა და სახელმწიფო დაეხმარება, დაასაქმებე რამე. ვაიმე, პაატა, რა ხდება? აბა, რამე კარგი ამბავი ხომ არ გაქვს? არგით ხალხო, დამწინით, შემომხედეთ ერთი, მე კარგი ამბავი როგორ მექნება. დაგჭირთ თქვენ რა მოღუშული სახეები გაქვთ რა. მადლობა რომ განიცდით ჩემი ბექა ბაყაყის სიკვდილს, დიდი მადლობა. პაატა, რა დროს ბაყაყია, რა დროს ბაყაყია? ის ვერ არის კარგად. დაჯექი და თქვი შენი აზრით სად შეიძლება იყოს ლაშა? ავიცი ელენე, სად შეიძლება იყოს? ისე გავარდა ჩემი სახლიდან რომ შეიძლება პირდაპირ უცხოეთში წავიდა, მე რა ვიცი. უცხოეთ. ვაიმე, ნეტარას ჩამომიტანს. ახო, მე იქნებ მართლა წავიდა ქვეყნიდან. დედა ამხელა კაცი თუ საზღვარზე გაეპარა, დედა ყოჩახენ თარობას. შეიძლება რა მოხდა, ისიც რომ ოპერაცია გაიკეთა და ქალად გადაკეთდა რა. ოი. სავარაუდოდ უტკუნა ქალი იქნება ვინმე. უტკუნა.
თვითონ ფუტფუნა არის და ქალიც ფუტფუნა იქნება. ანდეთ რა კარგით რა. ლაშა. ლაშა. ლაშა შენ ხარ. ზურგი შემაქცია ყველა მიმატობა არავის აღარ ვაინტერესებს ოხ ჟოზე სუშენი ბრაგია ჟოზე გიხარია ხო? გიხარია ეხლა შენ ხარ წარმატებული ხო? ცნობადი ხარ იქ იცნობს ყველა მე კიდე ამ ეწედა ცხოვრება ამერიკა ბოროტი ყოფილხარ შენ ჟოზე ბოროტი რას ვაკეთებ? რას უნდა ვაკეთებ ელენე? მე ვითაგერ 4 ცოლი მელოდება. მეგობრები და დის შვილი. მე აქ ამოვედი რომ არ ეწყინოთ მე. ლაშა, უნდა დავილაპარაკოთ. ელენე, აქ იხსნილობთ. ლაშა, არ მინდა არაფერს ახსნა. შენ ჩემი ძმა ხარ და მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ, ლაშა, ძალიან გთხოვ. დაანები ამ საქმეს თავი. იშოვე სამსახური, შაურიგდი რომელიმე ცოლს, დაკავდი სპორტით, ცოტა გახდი ლაშა და ნუ იქნები ზარმაცი, ამას გთხოვ, მე ხომ არაფერს არ. მადლობა დაო. არა ელენე, არა. მოდი შენ რამეიღეთ მე ხო აქ რო ვიყავ. ლაშა, გახსოვს ბავშვობაში რაღაც რო წმინდა სულ აქ ამორბოდი ხოლმე. გახსოვს ერთხელ შენი სათამაშო ბორში რო ჩავარდა და რო მივხვდი ხო? ლაშა, ხარ? ელენე, აი ლაშა. აი, თეკლა, შენ რა იცოდი აქ რო იქნებოდა? მივხვდი ელენე, ერთხელ მე და ლაშა რაღაც ფილმს უყურებდით და საფინალო სცენაზე ლაშას აეკრირა და აქ ამოვიდა. კი არა მეტირა, თვალში ჩამივარ და რაღაც და ამოვედი მაგითო. ხო, ფილმს უყურებდი და თვალში ჩავარ და რაღაც. აი მე როგორი აკვარა მოწურდა ფაკი ვერ ნახე. მოდი ქალბატონი. რამ თუ დასვა. დაგაფალს რა. ჰა, დაგაფალს. იცოდით აქ რომ იქნებოდა. ქალბატონი უკან ბუზღუნი მომესმა რომ რა ამ სიმაღლეზე რა მაიყვანეს სულხანიო და მივხვდით. და ისა თქვენ საიდან მივხვდით ქალბატონო? საიდან და პროფესორმა მიხა. მე საიდან მივხვდი? დავინახე ლაშა რომ ამოვიდა. ლაშა, ხედავ ყველას როგორ უყვარხარ. ლაშა, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით, ყველა შენს მხარში ამოგიდგებით, ოღონდ დაანებე ნარკოტიკების გაყიდვას თავი. რა? გინდა მხოლოდ ვიჭერო რა. დაანებე მაგ საქმიანობას თავი და მოკიდე წესრიგად ბესმენე მიბაძე ჟოზეს. მოიცადე ხა თქვენ გონ ელენე, თეკლა, პატა, ნუ ვიცოლა. ო, რა იყო? მე გამოვჩით თუ წავედი. იყავით, მოიცადე ხა თქვენ გონიათ რომ მე რას ლაპარაკობთ? მე ვარ მომისმენე, წამოდი, ჩავიდე და კარგამენტში ამოვიდე. არა, მოიცადე, უნდა გითხრათ, ხალხო, მე ვარ ჟოზე! ხარებელი ყოფილა. არ გჯერა, ხო? არ გჯერა. ვისა გაქვს ჟოზეს ტელეფონის ნომერი? მე მაქვს ლაშა. მეც მაქვს. დაურეკეთ, აბა. დაურეკეთ, ხო, აბა დაურეკეთ. ხო, მე დაურეკეთ. გავიდა, ჩემთან დაკავება. გავიდა, ხო? გავიდა, ლაშა, გავიდა. გავიდა. აი ახლა, ხმა გამოვთული. ჟოზე გისმე? ჟოზე, ჩემთან ისევ დაკავება.
ლაშა ხარ ჟოზე? ჟოზე ხარ? ვაიმე, მადა წყალი მოგეცი. აჰა, ხალხო ნუნუკა მე იმდენი რაღაცა ნახე ამ ცხოვრებაში უკვე იმდენი მოვასწარე რომ არაფერი აღარ მიყვის მესა რა თქვი ლაშა შენ ხარ ჟოზე? ო მე ვარ ოი კონდიტერი ხარ ბიჭო დაიგე პატარა პროფესორი ჟოზე ყოფილა ლაშა ვიცოდი მე ბოჭა საიდან საიდან დაგინა მე თუ დაინახე ვერ გითხარი ძალიან მაგრად ხედავს ეს რავი არც არავის უკითხია და მეც აღარ გავიგიჟე თავი ძალიან კი მეუხრხულება და ბოდიშ გიხით რომ გიმალავდით ამ ყველაფერს და რაც თავარია თათიას და მე არ მიყვარს ერთმანეთს ხო არა ეს მოვიგონეთ რომ ესე თქვა ჯოზე არ გავგემხილა ხო წავედი აი მე რა კარგად დამთავრდა ყველაფერი ხობა ჩავიდეთ თორე მე თმალთმები გამწოვდა და თავი დამიმძიმდა ერთი წუთით არ წახვიდეთ ხალხო ძალიან ხოთ მეც მაგ რაღაცა თქვენი არ წახვიდეთ ერთი წუთი მეც მაგ ხალხო რაღაცა თქვენი მოგისმენთ რა ხალხო მე დღეს ბაკახი მომიკვდა წამოდი კარტა არა ლაშა არა აი როგორ ვერ მივხვდი არა და ბავშვობაში გახსოვს როგორ გიყვარდა ცხობა და გახსოვს ჩემი სათამაშოები ცილაში ნამცხვარს რო აწყობდი ლაშა ხო და მე როგორ ჩხუბებოდნენ სილიანი პირები რატო გაქვთ ლაშა მაპატიე რა კარგი რა უნდა გაპატიო არა ლაშა მართლა მაპატიე რომ შენზე ცუდად ვიფიქრე მაპატიე რომ სახლიდან გაგაგდე მაპატიე რომ კარგი ნელა ცოტა ნელა რო გავიგო რა გაპატიო თორე თუ ვერ გავიგე ხო ვეღარ გაპატიე ლაშა მართლა მაპატიე პატა ირი რა პატა ცრემლები გაქვთ დავინახე მე გორაც იმაში არ შემორჩევა ხაშები პატა ეხლა წამოხვალ თუ დარჩებია არა ვიქები ყველაში აზრი არ აქვს წამოდი თორე ეს მართლა იქნება წამოდი არა ლაშა აი ესე დავჭით ეხლა მე და შენ მარტო მე და შენ ჩემო ანტენავა აი მე არ მინდა წავედი დარჩი შენ მარტო ჩემო ანტენავა საყვარელი ხარ ლაშა არა როგორი საცხობი მოგიწყვია სხვენზე არა ლაშა როგორ ვერ მივხვდი რანაირად მიხვდებოდი ელენე ახლა ყველა კვალს სერიოზულად ფარავდი და ვანილის სუნი კი აგდიოდა მაგრამ მე მეგონა უმუშევრობის გამო იაფასიანს უნამოს ისხავდი ლაშა საქმე მაგშენთან გისმენთ შენთან კი არა ჟოზესთან მაშინ გისმენთ ლაშა რა არის იცი ხვალ საღამოშებთან სტუმრად მოდის ჩემი მული ჩემი მაზლი და ჩემი მაზლის სოლი და მინდა თვალები შუბზე ავიდეთ ისე ტორტი გამოაცხო იცი როგორი შოკოლადის ხილით 50 კვერცხიანი ნუ ცოტა ძვირი კი დაჯდება ეგ ეხლა ნუ ვიცოლა ხო ვიცი კი ძვირი დაჯდება მაგრამ ახლა ფულს ხوار შემოკადრებ ჩემი აღზრდი ხარ შენ ჩემი ვიცო გენაცვალოს იცი რას ვიზა კარგი საჩუქარი ჩემზე იყოს რას ლაპარ ჩემა ინდირამ გამოგზანა ჩემ ემზარს არაჩვეულებრივი შარფი ერთი სამჯერ გაიკეთე და მიაგდო მე ციყვებიანი შარფი რა კაცი საქმეაო და ესეთი კარგი შარფი არ შალის შევწირ იმ შარფს სადაც აზამთარიც მოვეხლო
დიდი მადლობა ნუნუ ბიცოლა, დიდი მადლობა. ой, რა მადლობა მცირეძე. მცირედი კი არა, არაჩვეულე სიტყვის მასალა, თორე ისეთი კარგი შარფია შალის არაჩვეულებრივი. აჰა, კი. ვაიმე, ელენე, რა ბედნიერება, რომ ჟოზია ჩემი ლაშა, ყოველდღე ტორტი მექნება სახლში. ბედნიერება, ძალიან